დღეს გადაცემაში ნახავთ. რუსეთი ბირთვული იარაღით განაგრძობს მუქარის პოლიტიკას. ეს გზავნილი არის საერთაშორისო თანამეგობრობისთვის და ასევე შიდა აუდიტორიისთვის. საქართველოს ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ქალთა მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ეწვია. გენერალური მრჩევლის ინსტიტუტი ჩამოყალიბდა გასულ წელს 2014 წელს. პირველი ქვეითი ბრიგადის გზა 1992 წლიდან დღემდე. პირველი ბრიგადა მონაწილეობა აქვს მიღებული ყველა იმ ბრძოლებში, ყველა იმ შეტაკებებში, რომელიც 63 წლის მანძილზე ჩვენს ქვეყანაში მოხდა. რუსეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები განაგრძობენ ინტენსიურ წვრთნებს სამხრეთ სამხედრო ოლქში და დასავლეთ სამხედრო ოლქებში. აქცენტი კეთდება კონკრეტულად სამხრეთ სამხედრო ოლქზე, სადაც 2008 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა ძალთა ბალანსი და ასევე მნიშვნელოვნად შეიცვალა შეიარაღების მოდიფიკაციაც. კეთდება განცხადებები იმის თაობაზეც, რომ რუსეთმა შესაძლოა გამოიყენოს ბირთვული შეიარაღება, თუმცა ანალიტიკოსების ვარაუდით ეს განცხადებები მხოლოდ შიდა აუდიტორიაზეა გათვლილი. რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებით ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ქვეყნებს ემუქრება. პარალელურად კრემლი განაგრძობს შეიარაღებული ძალების ინტენსიურ წვრთნებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. აქცენტი კვლავაც კეთდება დასავლეთის და სამხრეთის ოლქებზე. უკანასკნელის შემადგენლობაში შედის საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე დისლოცირებული სამხედრო ნაწილები. დანიაში რუსეთის ფედერაციის ელჩის თქმით, თუ კი ქვეყანა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა შეუერთდება, ის პირდაპირ მოხვდება რუსული ბირთვულქობინიანი რაკეტების სამიზნეში. მუქარის შემცველი განცხადებები რუსი მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან აქამდეც გაკეთებულა. პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტის შეკითხვაზე, მზად იყო თუ არა საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა ბირთვული რაკეტები, უპასუხა. Мы готовы были это сделать. Я же разговаривал. ჩვენ მზად ვიყავით ეს გაგვიკეთებინა. ველაპარაკი კოლეგებს. ღიად უთხარი რომ ეს ჩვენი ისტორიული ტერიტორიაა. იქ რუსები ცხოვრობენ. ისინი საფრთხეში აღმოჩნდნენ და არ შეგვეძლო მიგვეტოვებინა. Мы не можем их бросить. სტრატეგიული დანიშნულების იარაღის გამოყენების მუქარა რუსეთის დღევანდელ ხელისუფლებას მსოფლიოში დაკარგული გავლენის აღსადგენად სჭირდება. ეს გზავნილი არის საერთაშორისო თანამეგობრობისთვის და ასევე შიდა აუდიტორიისთვის. ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ იმ დოქტრინალური პრინციპებით, რომელიც რუსეთს მიღებული აქვს და დამტკიცებული აქვს, ასეთი რამ თეორიულად დაშვებულია, შესაბამისად ეს ყველაფერი ერთობლიობაში არის ყოვლის მომცველი ფართო აგრესიული რევანშიზმის საგარეო პოლიტიკის ნაწილი. თუ შევხედავთ, ხო 30 წლის წინ რუსეთი ბერლინის ნახევარს აკონტროლებდა, ხო? 20 წლის წინ ის ბალტიისპირეთს აკონტროლებდა, მაგრამ ცენტრალური დაკარგა ევროპა, დაკარგა ბალტიისპირეთი, ბალკანეთის ნახევარკუნძულის ქვეყნებზე მას აღარ აქვს გავლენა. ერთადერთი გავლენა, რაც მას შერჩა, ეს არის ამ შემთხვევაში ახლოს ამეზობლოში. და ეხლა მთავარი ბრძოლა მიმდინარეობს იმაზე, რომ ასე ვთქვათ, მოახერხებს თუ არა რუსეთი ახლოს ამეზობლოს ქვეყნების კვლავაც დამორჩილება. დასავლელი პოლიტოლოგები ევროპის უსაფრთხოების გარემოს გაუარესებაში რუსეთის განსაკუთრებულ როლსა და მისი მხრიდან მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ მოსალოდნელი აგრესიის მორიგ ტალღას წინასწარმეტყველებენ. ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივნის ზბიგნევ ბზეჟინსკის თქმით, თუ კი მოსკოვი უკრაინაში საბრძოლო მიზანს მიაღწევს, შესაძლოა მან საკუთარი შეიარაღებული ძალები უკვე სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების წინააღმდეგ მიმართოს. ამერიკელი დიპლომატი ურჩევს აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებს საკუთარ უსაფრთხოებას მეტი ყურადღება მიაქციონ. გააძლიერონ შეიარაღებული ძალები, რადგან მოსალოდნელი სამხედრო მოქმედებების შემთხვევაში მათ პირველ ეტაპზე მაინც საკუთარი თავის იმედად მოუწევთ ყოფნა. ამ ფონზე განმეორებით რუსულ აგრესიას არც საქართველოში გამორიცხავენ. არსებობს ყოველთვის საქართველოს მიმართ რუსეთიდან გამომდინარე ის საფრთხე, რომ იყოს პირდაპირი ჩარევა, სხვა სცენარი შეიძლება არსებობდეს ამისთვის და ამის გასაკეთებლად. მე ვიტყოდი, რომ რუსეთი მზად არის ამ სცენარების განვითარებისთვის, იმიტომ რომ როგორც იცით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მას ყავს როგორც საჭირო რაოდენობით ცოცხალი ძალა, ამავე დროს ყავს საჭირო რაოდენობით ტექნიკა, იმისთვის რომ პირველი ფაზა ოპერაციის დაიწყოს და არც ერთი გადაწყვეტილების მიღები საქართველოში არ უნდა ფიქრობდეს იმას, რომ საქართველოს ეს საფრთხე არ აქვს.
ევროპის უსაფრთხოების სფეროს გამოწვევების საპასუხოდ ქართველი ანალიტიკოსები ნატოსგან რიტორიკის შეცვლას და გლობალურ თამაშის სამხედრო კომპონენტის გააქტიურებას ელიან. მათი თქმით, ალიანსის წარმომადგენელთა მხრიდან მუდმივად ხაზგასმა იმაზე, რომ რუსეთთან საბრძოლო მოქმედებებში არ ჩაერთვებიან მოსკოვს ხელფეხს უხსნის აგრესიული ქმედებებისთვის. დასავლეთის ჩემი აზრით ყველაზე დიდი შეცდომა ის არის, რომ ისინი ძალიან აშკარად საუბრობენ იმაზე, რომ სამხედრო კომპონენტით პასუხი გამორიცხულია. ყველა ამბობს, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, ნატოს პირველი პირები ამბობენ, რომ სამხედრო დაპირისპირებას ჩვენ რუსეთთან არ ვაპირებთ. ეს არის ერთგვარი გარანტია მოსკოვისთვის, რომ მან რაც არ უნდა გააკეთოს, გნებავთ უკრაინაში, გნებავთ სხვა ქვეყნებში, კიევიც რო დაიკავოს, თბილისიც რო დაიკავოს და კიშინიოვიც რო დაიკავოს, რეალურად დასავლეთი ეკონომიკურ სანქციებს ვერ გაცნობს. ალიანსის წევრმა სახელმწიფოებმა ოფიციალური მოსკოვის საკუთარი ნების ურყევობაში უნდა დაარწმუნონ. ამისთვის ერთ-ერთი გზა საომარ მოქმედებებში ჩართული უკრაინისთვის თანამედროვე შეიარაღების მიწოდებაა. ამ გზით რუსეთისთვის პოლიტიკური გზავნილი უფრო ცხადი გახდება. მოკავშირეთა დაცვის ტენდენციაზე ხაზგასმის გარდა, ევროპას კიდევ უფრო მასშტაბური კონფლიქტის პრევენციის შანსი მიეცემა. მეორეს მხრივ, არ არის გამორიცხული რუსეთმა ეს უკრაინაში დამატებითი შეიარაღების შეყვანის საბაბადაც გამოიყენოს. თვითონ რუსეთი заინტერესებულია, რომ დასავლეთმა იარაღი მიაწოდოს, იმიტომ რომ თვითონ მერე უფრო მეტი მოქმედების თავისუფლება მიეცემა და შეიძლება კიდევ უფრო მეტი იარაღი შეიყვანოს იქ. ეს ერთი. მეორე კიდე შეუძლია თქვათ ნატოს იარაღთან თავისი იარაღის უპირატესობა ან თქვათ მისი სუსტი მხარების გამოვლინებით. უსაფრთხოების სფეროს სპეციალისტთა თქმით, მოსკოვი ბირთვული იარაღით ჩანთას მაშინ მიმართავს, როცა საგარეო საფრთხე მის ეროვნულ ინტერესებს ემუქრება. მეორე მხრივ, რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში საფრთხეები ზოგადად არის განმარტებული, რაც კრემლს სასურველი ინტერპრეტაციის საშუალებასაც აძლევს. პუტინის ხელისუფლებისთვის ატომური იარაღი გლობალური მიზნების ნაცვლად რეგიონალური კონფლიქტების გადაწყვეტის საშუალებად იქცა. ნაკლებად სავარაუდო არის, რომ ამით რუსეთმა რაიმე შედეგს ან წარმატებას მიაღწიოს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ტექნოლოგიურად რუსეთი ჩამორჩება დანარჩენ მსოფლიოს, თუმცა რისკი იმისა, რომ ასეთი ბირთვული პოტენციალი აამოქმედოს, განსაკუთრებით ტაქტიკურ ბირთვულ იარაღზე მაქვს საუბარი, იზრდება იმ ბოლო პერიოდში განხორციელებული ქმედებისგან, რასაც ვხედავთ იგივე უკრაინაში და იმ პოლიტიკური პროცესებისგან, რაც ხდება თვით რუსეთში შიგნით. ის სტანდარტი, რომელიც არსებობდა, დაბლა ჩამოწია რუსეთმა, თავისთავად უკვე იგულისხმება, რომ რუსეთი უკვე ამაზეც წამსვლელია. რა თქმა უნდა, ეს ანახებს იმას, რომ ეს განიხილება მათ დოქტრინაში, როგორც ესე იგი ორი განზომილების მატარებელ იარაღად. ერთი რომ დააშინოს უშუალოდ მოწინააღმდეგე და მეორეც ერთი სხვებს აფიქრებინოს, რომ რუსეთი ამაზე წამსვლელია. და შესაბამისად შექმნას ეს ფსიქოლოგიური მომენტი, რომ ეს რუსეთი არის ყველაფერზე წამსვლელი, შესაბამისად მათ რაღაც უნდა მივცეთ. ევროპელი ანალიტიკოსები ბირთვული იარაღის მუქარის გამო დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებსა და რუსეთს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაციებას ვარაუდობენ. მსგავსი ტენდენციები მსოფლიოში უკვე შეინიშნება. ეს ყველაფერი საბოლოოდ ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და პარტნიორი ქვეყნების მხრიდან კრემლზე კიდევ უფრო მეტი პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სამხედრო ზეწოლის წინაპირობად შეიძლება იქცეს. მოსალოდნელი რუსული სამხედრო აგრესიისგან თავის დასაცავად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნაწილი უკვე დგავს კონკრეტულ ნაბიჯებს. ლიტვასა და ამერიკას შორის მიღწეულია შეთანხმება, რომ შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში ქვეყანაში განთავსებული ამერიკული კონტინგენტი იქამდე ჩაერთვება ლიტვის სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში, ვიდრე ჩრდილოატლანტიკური ალიანსი შეძლებს სათანადო რეაგირებას და წევრი სახელმწიფოს დაცვას. განცხადება ამის შესახებ პრეზიდენტმა დალია გრუბაუსკაიტემ ტელეკომპანია CNN-ის ეთერში გააკეთა. რუსეთის შეიარაღებული ძალების გადაიარაღება და ქვედანაყოფების საბრძოლო კონდიციების ამაღლება კრემლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. სამხრეთის სამხედრო ოლქმა, რომელიც შესაძლო აგრესიის შემთხვევაში უშუალოდ იქნება ჩართული საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში, 2014 წელს 1000-ზე მეტი სხვადასხვა დანიშნულების სამხედრო მანქანა მიიღო შეიარაღებაში. ლაპარაკია არა მხოლოდ ჯავშან მანქანებზე, არამედ სუბუქ ავტომობილებზე, ცეცხლის მართვის სისტემებზე, სარაკეტო და საარტილერიო დანადგარებზე, თანამედროვე მაღალ ტექნოლოგიურ იარაღზე. მექანიზირებულ ბრიგადებში დასრულდა საბრძოლო მანქანების პარკის განახლება. მათ განკარგულებაში ახლა ძირითადად T-72 BM და T-90 ტიპის ტანკებია. ასევე ირიცხება მოდერნიზებული BTR-82-100 და BMP-3-ის მოდიფიკაციები. ოლქის ავიაციამ შეიარაღებაში მიიღო ახალი ვერტმფრენები, მათ შორის Mi-8, ეგრეთ წოდებული ტერმინატორები და Mi-28-ები.
მოდერნიზებული მოიარიშე Su-25-ები, Su-30-ები და Su-30 ემორები. მოძველებულ ბომბდამშენ Su-24-ებს კი Su-34-ები ჩაანაცვლებენ. 2015 წელს საფრენი ტაქტიკური სწავლებების ინტენსივობის 30%-ით ზრდა იგეგმება. ასევე გაზრდილია სახმელეთო ქვედანაყოფების წვრთნების ინტენსივობაც. სამხედრო ოლქის პრესამსახურის ინფორმაციით, სამხედრო მზვერავები და სპეცდანიშნულების ნაწილები უკანასკნელი თვეების განმავლობაში სამთო მომზადების ინტენსიურ კურსებს გადიან, სადაც ახლო მოქმედების რადიოლოკაციური სადგურების, მართვის კომპიუტერული სისტემებისა და თანამედროვე კავშირგაბმულობის ელემენტებს სწავლობენ. რუსი სამხედრო ანალიტიკოსები ყურადღებას ამახვილებენ, რომ სწავლებები ხშირად ტარდება იმ მეზობელი სახელმწიფოების საზღვრებთან, რომელთაც ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში სურთ გაწევრიანება და შესაბამისად კრემლთან არამეგობრული ურთიერთობები აქვთ. რუსი პოლიტიკოსების მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა შიდა აუდიტორიაზეც არის გათვლილი. კრემლი ცდილობს დაარტყმოს საკუთარი მოსახლეობა, რომ ქვეყნის ძლევამოსილი ხელისუფლების პოლიტიკას მთელ რეგიონში უნდა ითვალისწინებდნენ. რამდენიმე წუთში ნახავთ. საქართველოს ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ქალთა მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ეწვია. გენერალური მრჩევლის ინსტიტუტი ჩამოყალიბდა გასულ წელს 2014 წელს. პირველი ქვეითი ბრიგადის გზა 1992 წლიდან დღემდე. პირველი ბრიგადა მონაწილეობა აქვს მიღებული ყველა იმ ბრძოლებში, ყველა იმ შეტაკებებში, რომელიც 63 წლის მანძილზე ჩვენს ქვეყანაში მოხდა. საქართველოს ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ქალთა მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ეწვია. ეს ინსტიტუტი შეიარაღებულ ძალებში 2014 წლიდან მოქმედებს. თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ქალთა ჩართულობა უსაფრთხოების საკითხებში, ჩვენი გადაცემიდან შეიტყობთ. ქალები ჯარში ეს განჯის მუდმივ თემას წარმოადგენს და აზრთა სხვადასხვაობას იწვევს როგორც სამოქალაქო საზოგადოებაში, ისე სამხედრო მოსამსახურეებში. ამ თემის გარშემო არაერთი არგუმენტისა და კონტრარგუმენტის მოსმენა შეიძლება, თუმცა ფაქტია, რომ ქალები სამხედრო სამსახურში არიან და უფრო მეტიც, მათ დღეს უკვე კონფლიქტურ ზონებშიც ხშირად შეხვდებით. There's not a lot of women. So they often have to face and to fight stereotypes. ქალი ბევრი არ არის, ისინი ძალიან ცოტანი არიან და ხშირად უწევთ სტერეოტიპებთან ბრძოლა, როგორც პირად ისე პროფესიულ ცხოვრებაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი ცოტანიც თავიანთი აქტიური მონაწილეობით უსაფრთხოების გამტკიცების სფეროში იყვნენ მაგალითები, როგორც ჩვენი გოგონებისთვის, ასევე ოპერაციებში მონაწილეობისას ავღანელი გოგონებისთვისაც. But also in the operations where they are, for instance, in Afghanistan, it's a key role model for Afghan girls as well. თუმცა კონფლიქტი ქალებისათვის სამხედრო სამსახურში ხშირად ბევრად უფრო ადრე იწყება. დედრობითი სქესის სამხედრო მოსამსახურეები წლების მანძილზე ცდილობენ საკუთარი ადგილის დამკვიდრებას ჯარში. წინააღმდეგობა, რომელსაც ისინი აწყდებოდნენ ჯერ საკუთარ სახლებში, ხოლო შემდეგ საზოგადოებაში უნდა გადაელახათ, სანამ საბრძოლო ნაწილებისა და პოლიგონების დაბრკოლებათა ზოლს მიაღწევდნენ. So I always say the challenge is to bring the agenda home. ჩემი მიდგომა რომ ეს ჯერ ჩვენ სახლებში უნდა გავითავისოთ და ყოვლის მომცველი გენდერული ხედვა მოვარგოთ საკუთარი ტერიტორიებისა და ღირებულებების დაცვის საკითხსაც. საუკეთესო გზა ამის დასაცავად არის ამ ღირებულებების ყოველდღიურ ცხოვრებაში გატარება და საკუთარი მაგალითით ხელმძღვანელობა. თავდაცვაში მარტო მხოლოდ ამ პრობლემის განხილვა არ იქნება არც მართებული, არც სწორი, ვინაიდან მზაობა უნდა იყოს თავად საზოგადოებაში. ჩვენ ვართ მრავალეროვანი როგორც რელიგიურად, მრავალ რელიგიური ქვეყანა, აქედან გამომდინარე მენტალობაც, კულტურაც არის სხვადასხვანაირი, მიდგომებიც ამ საკითხთან არის სხვადასხვანაირი. 2014 წელს ნატოში დამტკიცდა სამოქმედო გეგმა ქალთა მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ, რაც გაეროს 1325 და სხვა თანმხლები რეზოლუციების იმპლემენტაციას ითვალისწინებს. პროცესში საქართველოც აქტიურად ჩაერთო. ამავე წელს შეიქმნა გენდერული მრჩევლის ინსტიტუტი, რაც ქვედანაყოფებში ქალთა დისკრიმინაციის ფაქტების გამოვლენასა და პრევენციას ისახავს მიზნად.
გენდერული მრჩევლის ინსტიტუტი ჩამოყალიბდა გასულ წელს 2014 წელს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან საქართველოში ეროვნული ძალებიდან არის ორ-ორი წარმომადგენელი. აღნიშნული გენდერული მრჩევლებთან დაკავშირებით ტარდება ტრენინგები სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ და მათი როლი არის ქვედანაყოფებში, რომ იყოს დაცული ქალთა უფლებები, მათი თანასწორობა. ის რომ ქალთა ჩართულობა უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში აუცილებელია, ეს თანამედროვე კონფლიქტებმაც დაადასტურა. მაგალითად, ისიც საკმარისი იქნებოდა, რომ ერაყსა და ავღანეთში ქალთა ჩხრეკა კულტურიდან და ტრადიციებიდან გამომდინარე მამაკაცის სამხედროების მხრიდან მიუღებელია და შესაძლოა უფრო მეტი დაძაბულობა წარმოქმნას ისედაც არასტაბილურ გარემოში. სწორედ ამ მიზნით მდედრობითი სქესის სამხედრო მოსამსახურეები უზრუნველყოფდა მხარდამჭერი ოპერაციების გარდა გასვლით საბრძოლო ოპერაციებშიც იღებენ მონაწილეობას. So the issue really is that we need more. ჩვენ ნამდვილად გვჭირდება მეტი ქალი უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში, ამის უკეთ გასაკეთებლად. სწორედ ამიტომ უნდა გავიაზროთ, როგორ შეგვიძლია უფრო მეტი ქალის მოზიდვა, რაც ვთავაზობთ მათ ჯარში სამსახურის სანაცვლოდ პროფესიულ ასპექტში. შემდეგ უნდა შევიმუშაოთ ქალთა მოზიდვის სპეციფიური გზები და აქვე ყველა პირობა უნდა შევქმნათ, რომ ისინი არ დავკარგოთ და შევინარჩუნოთ. საქართველოში ქალი სამხედროები ჯერ კიდევ ერაყის სამშვიდობო ოპერაციებში იღებდნენ მონაწილეობას. თუმცა ის სტანდარტები, რაც მათ სამხედრო ნაწილში თანასწორ თანაცხოვრებას უზრუნველყოფდა, მრავალი წლის მანძილზე რჩებოდა გამოწვევად. ამჟამად ვითარება მკვეთრად შეიცვალა და ქართველი ქალი სამხედროები თანაბარ პირობებში მსახურობენ. იზრდება მათი რიცხვი ეროვნული თავდაცვის აკადემიაშიც და წელს უკვე 9 ქალი სამხედრო მოსამსახურე ირიცხება მსმენელად სხვადასხვა კურსზე. ეს მუშაობა ამ პრობლემურ საკითხზე, რასაც ქვია გენდერული თანასწორობა, დაიწყო 13 წლის წინ რეალურად და რეალური ნაბიჯები გადაიდგა ამ კუთხით. დღევანდელი დღე ზუსტად ამის მაჩვენებელია, რომ პროგრესია არის და პროგრესია არის ძალიან დიდი გაკეთებული. თუმცა მე მინდა თქვა, რომ ის რაც არის უკვე მიღწეული, ის მიღწეულია და გაკეთებულია ძალიან კარგი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ძნელია უსაფრთხოების უზრუნველყოფა საზოგადოებაში, თუ კი ამ საზოგადოების ნახევარი პროცესებს მოწყვეტილია. ეს თამამად შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთ არგუმენტად იმ მრავალთაგან, რაც ქალთა ჩართულობის აუცილებლობაზე მიუთითებს მშვიდობის განმტკიცებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში. დებატები იმაზე, თუ რა როლი შეიძლება დაეკისროთ ქალებს ჯარში, ჯერ კიდევ დიდხანს იარსებებს საზოგადოებაში. თუმცა ფაქტია, რომ მდედრობითი სქესის სამხედრო მოსამსახურეებმა უკვე გადადგეს პირველი ნაბიჯები და მამაკაცებთან ერთად თანაბარ პირობებში ღირსეულად ატარებენ სამხედრო ფორმას როგორც საკუთარ ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთაც. საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი ქვეითი ბრიგადა იუბილარია. ქვედანაყოფი 1992 წელს შეიქმნა და მის ზურგს უკან უამრავი გმირობისა და თავდადების მაგალითებია. პირველი ქვეითი ბრიგადის გზა ნახეთ ჩვენს გადაცემაში. –2015 წლის 1 აპრილს საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი მსუბუქი ქვეითი ბრიგადის დაარსებიდან 23 წელი შესრულდა. საზეიმო ცერემონიალი წიწამულთან ილია ჭავჭავაძის მემორიალთან გაიმართა, რომელსაც ბრიგადის პირადი შემადგენლობის გარდა თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობას დაესწრო. გამარჯობა ბატონებო! ილოცა ბრიგადის დღეს! ბრიგადა თავშბლა! იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით ბრიგადის მეთაურს პოლკოვნიკ გიორგი შენგელიას გადაეცა მედალი სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის. სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებისას გამოჩენილი პროფესიონალიზმის, საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატებებისა და ჯარების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისთვის უწყებრივი მედლებითა და სამსახურეობრივ საშტატო იარაღით დაჯილდოვდნენ ბრიგადის ოფიცრები და სერჟანტები. ღონისძიებაზე უწყებრივი მედალი სამშობლოსათვის თავდადებული საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჩატარებული 7 კაცა რაგბის ტურნირის გამარჯვებული პირველი მსუბუქი ქვეითი ბრიგადის მორაგბეთა გუნდის წევრებსაც გადაეცა. მსახურები საქართველოს!
შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ბრიგადის იუბილე მიულოცა როგორც მოქმედ ჯარისკაცებსა და ოფიცრებს, ისე ყველა იმ სამხედროს, ვისაც დიდი ტრადიციების მქონე ქვედანაყოფში ოდესმე უმსახურია. კაპანაძის განცხადებით, ბრიგადა ყოველთვის ასრულებდა განსაკუთრებულ როლს შეიარაღებულ ძალებში და ეს სტატუსი მას ამჟამადაც არ დაუკარგავს. უპირველეს ყოვლისა მადლობა მინდა გადაუხადო მებრძოლებს, ვინაიდან მართლა წყინვალი ადგილი შეარჩიეს დღევანდელი დღისთვის. დალოცვილი ადგილია და ნამდვილად ეს დღე ნამდვილად იმსახურებს ესეთ ადგილს. რაც შეეხება პირველ ბრიგადას, მინდა მას წარმატებები უსურვო. ეს არის დღეს ის ბრიგადა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან ამოცანას ასრულებს. მისი ასეული არის საფირიაგირების, ნატოს საფირიაგირების ძალებში და ამჟამად მუშაობს კიდევ ერთი ასეულის მომზადებაზე ამ მისიისთვის. ასფალტიანი გზები, ასევე კენჭებით აქვს. ბრიგადამ პირველმა გაიარა წვრთნისა და აღჭურის პროგრამა. მომზადდა რამდენიმე ქვედანაყოფი, მათ შორის 112 კომანდოს, 111 შავნაბადასა და 111 თელავის ბატალიონები, რომლებიც დანაყოფის ბირთვს წარმოადგენდნენ. ბრიგადის პირადი შემადგენლობა მონაწილეობდა კოსოვოს, ერაყისა და ავღანეთის ოპერაციებშიც. პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის ალფა ასეული ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში უკვე ჩაერთო. ამისათვის ქვედანაყოფმა 10 თვის განმავლობაში საქართველოში ინტენსიური მზადების ეტაპი გაიარა, რის შემდეგაც გერმანიაში ქალაქ ჰოენფელსის სამხედრო ბაზაზე გაემგზავრა დასკვნითი სწავლებებისთვის. წვრთნების დასრულების შემდეგ ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მომზადების დონე დადებითად შეფასდა როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, ისევე ქართველი შემფასებელი ჯგუფების მიერ. მათი თქმით, ქართული ქვედანაყოფი ნატოს წევრი ქვეყნების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ურთიერთთავსებადია. ასეული ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების წევრის სტატუსს უახლოესი 3 წლის განმავლობაში შეინარჩუნებს. მაღალი სამხედრო მზაობის შესანარჩუნებლად ის რეგულარულად გაევლის შესაბამის წვრთნებს. ალფა ასეულის მეთაურის კაპიტან დავით გაბედავას განცხადებით, ქვედანაყოფი 2015 წლის მაისში ერთობლივ ქართულ-ამერიკულ სწავლებებში ჩაერთვება, რომლის დასრულების შემდეგაც კიდევ ერთხელ გაემგზავრება გერმანიაში, სადაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედროებთან ერთად გაევლის წვრთნებს. ახლა უახლოეს მომავალში მაისის თვეში იგეგმება ამერიკელებთან სწავლება, მასშტაბური სწავლება, ნობელ პარტნერი. ესეთი მასშტაბური სწავლება ჯერ არ ჩატარებულა საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში. ჩამოდის ამერიკული ჯავშნატრანსპორტიორები, ბრედლები. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ჩვენთვის ეს, დიდი პატივია ამერიკის შეიარაღებული ძალებთან ერთად ამ სწავლების გავლა, ამერიკის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობასთან ერთად. და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი მაქსიმუმი დავდოთ ამ სწავლებაში. მე-12 ბატალიონის ალფა ასეულის შემდეგ სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილეობისთვის ემზადება ჩარლი ასეულიც. ბრიგადა ჩართულია ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში. ამჟამად მიმდინარეობს ჩარლი ასეულის გაწვრთნა და წლის ბოლოსთვის მზად იქნება მეორე ასეული. საერთაშორისო მისიების გარდა ქვედანაყოფმა ქვეყნის სუვერენიტეტისათვის წარმოებულ არაერთ ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა. პირველი ბრიგადას მონაწილეობა აქვს მიღებული ყველა იმ ბრძოლებში, ყველა იმ შეტაკებებში, რომელიც 63 წლის მანძილზე ჩვენს ქვეყანაში მოხდა. პირველი ბრიგადა იყო წლების მანძილზე სახე ქართული შეიარაღებული ძალების. პირველი ბრიგადა ეს ერთ-ერთი პირველი ქვედანაყოფი იყო საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, რომელიც საკონტრაქტო სამსახურში, სავალდებულო სამსახურიდან საკონტრაქტო სამსახურზე გადავიდა. საერთაშორისო მისიების გარდა ქვედანაყოფმა ქვეყნის სუვერენიტეტისათვის წარმოებულ არაერთ ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა. ჩამოყალიბების დღიდან ბრიგადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული ბრძოლების წინახაზია. 1992-1993 წლებში აფხაზეთის ომის დროს სწორედ მის შემადგენლობაში შედიოდნენ ისეთი ბატალიონები, როგორებიც იყვნენ შავნაბადა, ორბი, ავაზა და თეთრი არწივი. და ბოლოს რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე კვლავაც მნიშვნელოვანია საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის შესაძლებლობების გაუმჯობესების საკითხი. აქ კი იგულისხმება პირველ რიგში ჰაერსაწინააღმდეგო და ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობების შეძენის თემა.